ღამე მშვიდობის, საღამო მშვიდობის. ნუდა არ გაწია. დაბლა დაიხაზება. მეორე კი აღარ გაათვი. აი, დავიკარგე დღეს. ეს რა? ეს რა? ეგისთადი საათად ხომ? დღეს დავიკარგე ხალხნებო. სახში ვიყავ, მაგრამ დაკარგული. ვაიმე. მეცინება მაგრად. იმიტომ თქო გვიან დავწექი 2-ზე. რა ვასაკეთე? და არა, 10-თვის კი ავტექი. მაგრამ კარგად მაინც მეცინა. უბრალოდ ძილი არ მოყვებით თვითონ. იმ ნახატს რისი ვიდეოც დავდე ხალხმა. ანუ წუხელ ხო გვიან დავდე ვიდეო სანამ დავწვებოდი. და რა დონეზეც ვიყავ მისული განახეთ. დღევანდელ დღეს მოვუნდი მარტო გახვრეტას, საკიდის გაკეთებას და ქვების დაწევებას. ლაკიც ვერ წავუსვი, იმიტომ რომ დაღამდა და დაბნელდა. უკვე საღამოვებული იყო. და მაგ დროს არ მიყვარს ხოლმე ლაკის წასვლა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ადგილი გამომრჩეს ხოლმე. Всё? ადიქ მოდი ვიღე და წაგისვა. სადაც? პირგავე ხარ. აი მიდედა როგორ მეწინე. მე ხა წავალ და დავწვევი. მომიცი ეგ. აქედან გიცდია მოსვლა? კეფიდა რომ მომაწოდე ხე? ხელი დაიწვა გამათბობელზე. დღეს არა, 1-3 დღეა. ომი ჰქონდათ. ამას დაბარბარეს. რა ვიცი, რა ვერ გაიყვეს კაცმა არ იცის. მე ორივე ტყვეთა ვიყვანე. და გავაკულაკე. აღარა ვკითხულობ, ვინ ტყუანია და ვინ მართალი ამ ორი შემთხვევაში. ხელი აწაუცო, ხელი აწია, აწაუცო და ცოტა ისე ისქენი რომ ჩაგიშრეს. არ ეწვის ზედაპირი აქ მომხმარი. და ისა, აი რომ ესეც უჭერს. ხო და რას ვამბობდი, წევანდელ ნახატზე ვამბობდი. იცით რამდენი ხანი მომდი კიდე. მე კიდე ის მიწელავს ხოლმე დროს, რომ საჭმელი დალაგება დღეს სარიცხსაც ვაშრობდი და რამდენი ხანი არაფერი არ გამომიცხვია ამათვის და რაღაცა შესასხველი ნამცხვარი გავუკეთე, მალაკო მქონდა ის წაუცვი და მეთქი რაღაცა გავუკეთე. ხო და ამეების შეთავსების იმით შემომაღამდა ისე რომ ლაკი ვერ წავუსვი. და დამრჩა ასე ლაკი წასმის გარეშე. ხოლე კი აუცილებლად წაუსმევ. ისინიც ნახე და უკვე ცოტა ზედაპირი შემშრალი აქვს, ალბათ ერთი დღეც და უკვე სიოსუ გაშრება. ამასობაში ესეც მიყვება.
ერთი ნახატი აქედან სახლიდან უნდა წაიღონ და ამ ორ გოგოს თბილისში ჩავიყვან მე. და ჩავაპარებ, სავარაუდოდ ეს დღე იქნება ხუთშაბათი, როდესაც დავისვენებ სამსახურიდან. მაგ დროს წესით უკვე მშრალი უნდა იყოს. ოღონდ ხარ ვიცი, შესაფუთის მაქვს თუ აღარ მაქვს, არ ვიცი რა შიც ფუთავდი ხო. მე მგონი აღარ მაქვს ის ვერცხლისფერი პარკები და ამას მოვიფიქრებ რაღაცა შესაფუთი, რომ იქამდე ჩავიტანო რა. შეიძლება შპალიერის რაღაც ნაჭერი მქონდეს და მაგაში ვფიქრობ შევფუთო და რაღაცა მსგავსი ის მინდა ვიყიდო ქაღალდია იმ ესეთი ფერისები როა ბეჟი რაღაცა სერი ფერი არა ღია ყავის ფერი როა აი ესეთი ფერისები კარები როგორც არის ეგეთი ფერისა როა აი ეგ ხო და ისა მაგაში ვფუთავ რაღაცას ვიწო რაღაცას მოვიფიქრებ ხო თემუს ამანაც რაც შეეხება ხო გითხარით რაღაცა მინდა გავაკეთო მეთქი და რო გავაკეთებ მე განახებთ მეთქი ეხლა დღეს მომივიდა შეტყობინება რომ უკვე აეროპორტშია და გამოემგზავრაო ძალიან წელამკვდარა კომპანიას მოაქვს ზოგადად მაგას რომ მოაქვს ხოლმე 2 კვირა მაინც ჭირდება მაგრამ მე თუ ხუთშაბათს წავედი და ან ხუთშაბათს ამპარასკევს ეს გოგოები ჩავიყვანე ადგილზე ეს ქვების გოგოები ვარკეთილში არის ეს იცი რის ყიდვა მინდა ხო და ნინოს უნდა ვკითხო სადაც მუშაობდი ხოლმე სადაც საკონტიტრო რაღაცებს ყიდულობს ხოლმე შოკოლადის ყიდვა მინდა ისინი როა მონეტები ვითრო ხო იცი გასადნობები ეგ მინდა და ზოგადად საკონტიტრო რაღაცები რო იყიდება ის საღებავები საკვების საღებავები და ეგენი მინდა ეგეთი რაღაცები მინდა რა რამდენიმეც არის დასაწყისისთვის შეიძლება დასაწყისიც იყოს და დასასრულიც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაცადო და წინაზეც გითხარით ზოგადად ძალიან მიხარია ხოლმე რაღაცას რომ რაღაცა იდეა რომ მომივა და რომ გადავწყვეტ ხოლმე რა თქმა უნდა ნერვიულობის ფონზე რომ მოდი ეს იდეა განვახორციელო და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გავაკეთო და არ გამოვიდეს ვიდრე არ გავაკეთო და ვინანო ამიტომ ცდას არაფერი არ ვიდგა წინ არც დიდი ფული არც დიდად ბევრი ფული არ უნდა დასაწყებად ყოველ შემთხვევაში ვცდი ალაგ-ალაგ მაინც გამოდგება ხო რა თქმა უნდა ხო და აი ესე და ისე ესენი ნახატები ცოტა ის რაღაცეები და შემოსავალი და რაღაცა დაგროვდება აი ესე ხო რაც შეეხება დღევანდელ არ შემდგარ ვლოგებს მოკლედ ვაპირებდი დილით ყავას მეთქი რომ დავლე მაშინ გადავიღებ ვერ გადავიღე იმიტომ რომ იცი რა ვთქვი მე მოდი ხა ბარემ ამ ქვების გოგოს დავასრულებ და უკანა ფონზე დავსვავ აი მაგალითად ხა აქ რო ჩანდეს და ისე გადავიღებ მეთქი ვლოგს ამ დასრულებაში გახდა 3 საათი 3 საათი რო გახდა მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ხა ჩასასხმელ ნამცხვარს გავაკეთებ მეთქი ჩავასხო და მე გადავიღებ თან არ დაგავწყვეტ იგივე ფორმით როგორც ხელდაგემშვიდობეთ ეგრე ვიყავ სად წებომესო და სად საღებავი არ ვიცი მე ვიფიქრე მანანა სირცხვილია უკვე ამ ფორმით აუდიტორიასთან მისვლა დასაბან დასავარცხნი გაპოხილი ქალი აი ეს მესო წებანეტა გაეცლება იმას წესთ უნდა გაიცალოს გავაცალე ცოტათი და ისე შევაგდებ მე საერცხის მანქანა ხო მე რო ვიბანავე ისა ხო იცით თოთყოვშით რო იბანავებ და გეძინე ცოტა ხანი წამოვწექი გარეთვე ტახტზე ფისოც ამოვიდა და კარგად შევამეხუტა და 1-10 წუთი მაგრად მეძინა და მოვიდა მეორე ყავის დრო რომ მოვიდა მე შეესა ნენელა ოთახში სრული შემადგენლობა იყო თანახალი დავანილი სველი თავით ვერსად ვერ გავიდოდი ვლოგის ჩასაწერად ცალკე და ასე შემოვრჩი ოთახში ვლოგის გარეშე ხო და ეხლა ვიფიქრე ნინო დაწვება სადღაც 11-ია დაწყებული სავარაუდოდ
მივესალმები მაინც მეთქი ამ კაი ხალხს ამ ხო და ესე მოვედი თქვენამდე მოკლედ ცოტა ვინანე ის ფაქტი რომ გუშინ მარტო ამ გოგოს ის მოუჭერი რა ქვია და იმათი მარტო მოუხაზე ორი ცალი ზედმეტი ის მოუხაზე რომ ეს ახლა მეთქი მაინც ასე ვზივარ და რაღაცას დავიწყებ თქო არ ვიცი რას დავიწყებ რას გავაკეთებ ამჟამად შეკვეთა არაფერი არ მოგჭირ შეკვეთები სამივე მოვრჩი და ამიტომ როგორც ახლა ქვების გოგო ჩემთვის გავაკეთე და შემომეყიდა ეგ ვაპირებ რამე სხვა გავაკეთო ოღონდ ჯერ არ ვიცი რა რას გავაკეთებ და რას არა არ ვიცი მაგრამ ყველა ვიცით ალბათ საიტი პინტერესტი რომელიც არის იდეების ზღვა შეგიძლია რაღაცა შეხვიდე რაღაცა სურათი და რაღაცა ნივთიდან რაღაცა იდეა მოგივიდეს და შენ გადაასყოფერო და შენი გახადო მოკლედ თავისუფალ დროს ამყავის სმის დროს თუნდაც რომ წამოწეფი წეღან მაგ დროს და რაღაცა დავბოდიალობ ძალიან არეული პინტერესტში სად ნახატებს ვათვალიერებ სად რაღაცა ხელნაკეთნივთებს სად რა ვიცი მოკლედ ხო იცით ვინც იცის მაგ საიტის ის და რაღაცა ძალიან იცის შეტყუება ერთში შეხვალ 100 გამოჩდება იმ კიდე შეხვალ კიდე 100 გამოჩდება კიდე შეხვალ აი მიდიხარ და ვეღარ გამოდიხარ უკან ისეთი ლამაზი და მაგარი რაღაცე ხო და ესე რა შემორჩი უთქვენოთ თქვენ კიდე უჩემოთ პატარა ის მოწმოწერი რა პატარა ის მოწმოწერი ხერხით პატარებს ვერ მოვჭრი აი როგორც ჩოლები ან მაგ ხერხით ვაპირებდი რაღაცა ნივთების გაკეთებას მაგრამ მე მივხვდი რომ იმდენად არა ვარ დაცული მაგ ეგ ხერხი როცა არის ჩართული წინა ვიდეოებში ნახეთ ალბათ რომელ ხერხზეც არის ლაპარაკი და დაახლოებით აი ეს რა ზომაც არის ესეთი პატარა ნივთები მინდოდა ესეთი ხისგან შემდგარი ნივთები მინდოდა გამაკეთებინა ამ ზომის მაგრამ გავაკეთე ერთი მაგრამ იმდენად ცუდი გრძნობა და იმდენად წარმოვიდგენ ხოლმე რომ ხარო ხელი ამიწდეს აქ რა მოხდება რომ არ მიღირს ეგეთი პაწაწინა ნივთების დამზადება ამიტომ შევეშვი რომ რაც შეიძლება დიდი ნივთი თუნდაც ვიცი ეს არის პატარა ან წარმოიდგინეთ აი აქ გაქ ხელი აი ამ ადგილას რომ ეს დაამუშავო და აქ ტრიალებს დიდი რაღაცა რომელისგანაც საერთოდ დაცული აი არანაირად ახალ დაცული არ გაჩერდება ხელი რო აქიცდეს და არაფერი საერთოდ და გედეგით უნდა ეძებო შენი თითები ასე რომ ძალიან ცუდი შეგრძნება აი მაგრად მეშინია ხოლმე არ მეშინია აი ხო ჩავრთა ერთი ის ვით დავარწმუნე მაგ დროს ჩემი თავი რომ აი გარეთ ქვეყნიერება რო დაინგრეს აი სურო მეძახდნენ კიოდნენ სანამ აი ამ ნივთის გამოჭრას არ მორჩები არსად არ გავიხედები იმდენად ყურადღება მაქვს იმ ერთ კონკრეტულ გადატანილი ხერხზე რომ არ არსებობს ვინმე დამიძახოს რამე დაბრახუნდეს მე სხვა რამისკენ გავიხედო გამორթե გაჩერდეს მე გაიხედე არ ინგრევა არაფერი მე ჩართე და გააკეთე ანუ როდესაც ხერხავ იქავარ გათიშული მარტო ვუყურებ იმას თვალს არ ვარიდებ არ მიმაქვს ხელი მაქსიმუმ 20 სანტიმეტრის იქით იმიტომ რომ ადამიანი ხარ შეიძლება უცბად რაღაცა ფიქრებში რაღაცაში წახვიდე და ერთხელ იყო შემთხვევა გამორթե ხერხი სუსუ ადრე აი ახალი დაწყებული მქონდა ეს ჩხიკედელაობა გამორթե ხერხი და ახლა რო გამორთავ თქვენით რომ ეს ინერციით ტრიალებს და აი ეს რო ტრიალებდა ეს წარმოიდგინეთ ესე რო ტრიალებს აი გაუჩერებ იმ წუთას ვარ ჩერდება და არ სტოპდება ხო და ეს კარგად ტრიალებდა კიდე რომ ხელი წავიღე რომ უნდა გამეჩერებინა და აი აქ რომ მივიტანე მე რა მოვტვინე რასაც ვაკეთებდი მე იმას ვერ გავაჩერებდი და აი ესე გადავიჭრიდი ხელს ამიტომ აი ეგ რო გავიაზრე და გამაჟრიალა მაშინ ვთქვი თუ ჩართავ მანანა იქნები ძალიან ყურადღებით ან არ ჩართავ არ შეეხება
ჯერჯერობით 10 თითი მაქვს. ფეხებზეც. და შეგიმეუბნება ხოლმე, რომ ძალიან ფრთხილად თავიდან მეჩხუბებოდა ხოლმე. არ ჩართა. მე მაინც რომ ვთავდი ხოლმე, ამ ხერხს უმაგრდება ისა სალესი ქვა. ანუ ხერხს მოხსნი და იგივენაირად დააყენებ სალესი ქვა არის დანებს და ცულებს და რაღაცებს ლესავს ხოლმე ლაშე და რო იხმარდა ხოლმე ხერხს და იცოდა რომ სავარაუდოდ მე ჩავთავდი რომ წავიდო და მოხსნიდა ხოლმე და გაუკეთებდა სალეს ქვას. რომ მე არ დამეხერხა რამე. ეშინოდა. ხო, მე ერთხელ რაღაცაზე დასჭირდა ხერხი და ესე ხო იცი გველაძურად უყურე როგორ მოხსნა ბარგალ ის სალესი ქვა ის რაღაცას რო აკეთებ ხო იცი და ეს აქ რომ მუშაობს და როგორ ახსნის რო გაინტერესებს და დავინახე ხა რაღაცა გახერხა დააყენა ისევ ის ქვა და დადო ახლა ველოდები წავიდეს წავიდა გამოვიტანე დავდე და მოხსენი გავუკეთე ეს ხერხი თავიდან უკუღმა გავუკეთე და ტრიალი რო დაიწყო მივხვდი რომ უკუღმა მაგაკეთებულა ბრუნე ხო გავხერხები იმუშავე კარგად ესე და მოხსენი კვალი ხო უნდა დაფარო მოხსენი ისევ დაუყენე სალესი ქვა და დავდე ვითომ არ ჩავიშვი მაგრამ მოვიდა და დაინახა რომ რაღაცაზე ვხატავდი საიდან მოვიდა მეზობელმა მომიხერხა ხო და ეხა მიეჩვია. კი მაფრთხილებს ხოლმე რომ ერთხელ თითები უნდა დაგჯოს და მუშტი დაგჭეს მარტო. წარმოიდგინეს რომ იქნება და მუშტი გექნება მარტო. ესე რომ. ხო და ისა. ჯეჯობით რა ვიცი. ხო და მაგას ვამბობ რა, ეგერ ვარ მოხდეს. გადავედი დიდი ნივთების დამზადებას. ხვალე ალბათ ყავაზე შემოგიერთდებით, ვიჭორავთ, ვიჭუქჭუკოთ. დღეს შუქზე განახებთ იმას, ეხლა სპეციალურად არ განახეთ, იმიტომ რომ ლაკი რო არ უსვია, არ არის იმდენად ეფექტური, როგორ არ არის ულამაზესია. მაგრამ ლაკს რო წაუსმე, თლაც საოცრება გახდება. მოდი მაგას ხვალე ლაკს წაუსმე და ისე განახებ. ის საკიდებს პირველ. დაბლა ოთახში მილაგია, აი ესენი ბეფიცრები. ცოტა დაბალი ისეთი ფიცრები და ზედმილაკია რომ კარგად შეშრეს. ეხლა რომ დღეს რომ ზიანი ამინდი ყოფილიყო, მაგებს გარეთ გამოვიდა. დღეს არის ნისლი. იმდენად ნისლია კიდე რომ აი პლოშეტკის ქვეშ რაღაცა ნივთი დადო ისიც კი სველდება. იმდენად აი წვრილი სისველი, აი ბურთულების სისველი შებუობს სულ. ხო და სარეცხილაც დავფინე ნელა-ნელა შევამაქვს და ფეჩთან ვაშრობ. ხო და პარალელურად არის ტალახი, ჭოპი, უბიდურობა. რაღა დარჩა? დღეს რა თებერვალია, რომელია? 8. 8. ნუ პრინციპში რაღა დარჩა, 3 კვირა დარჩა თებერვლის დამთავრება. რაღა დარჩა. 21. ახალი საღამოთი სავარაუდოდ სამძიმარზე წავალ. მანამდე სახში ვარ. ხო და თუ არ დავიზარე და არ დამეზარეთ, მოუხერხო კიდეც და რამე გავაკეთოთ. ნახოთ იქამდე. წინასწარ არ ვამბობ არაფერს, იმიტომ რომ დაგეგმილი დღე არაფერი არ არის. დაგემშვიდობებით, ეხა ნენელა წავალ. სავარაუდოდ ჩაის დავლევ ხა ძალიან მაგრად ახლა რაღაცნაირად მომინდა ჩაი ლიმნიანი. დავლევ ლიმნიანი ჩაის და ვფიქრობ რას მე კი ვიცი რას უნდა ვუყურო. რამდენიმე დღეს წინ პატარა ფრაგმენტები ამომიგდო TikTok-მა და არის ეს სერიალი ჩინური ოღონდ. კორეული სერიალები უზომოდ მიყვარს და ეს ფრაგმენტებმა ძალიან დამაინტერესა. მიუხედავად იმისა, ჩინური ენა კორეულისგან საოცრად განსხვავდება და იმაზე რო ვარ მიჩვეული რაღაცნაირად რა ქვია იმას აი ყურში ცუდად ამხდება ერთ სიტყვით ვიდრე კორეული. კორეული მომწონს რატომღაც. ალბათ იმასაც შევეჩვევი. იმით არის სუბტიტრებით არის, ასე ქვია, თეთრი ზეთისხილის ხე. იმდენად მომეწონა ამ ფრაგმენტებით, რომ დაუგუგლე და 2 სერია 36-დან 2 სერია ნათარგმნი და არ მინდა რომ დავიწყო.
იმიტომ რომ კაცმა არ იცის როდის დაიწყებენ იმას რა ქვია დაამთავრებენ გახმოვანებას და ესე პერიოდულად რო დადებენ და ველოდინი არ მიყვარს. ეხლა ვფიქრობ ის ორი სერია ვნახო და მე ველოდო თუ დავიცადო და ჯერ გაახმოვანო. იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობ 16 სერია რო იყოს კიდე ხო 36 სერია სად შემიძლია, ამიტომ უფრო ვფიქრობ რომ დაველოდები. მანამდე რამეს სამოვარჩევ და რამეს ვუყურებ. წავედი. ხვალამდე დაგემშვიდობებით. მაპატიეთ დღეს ესე რომ შატალო გავაკეთე. ბაი. და არ შემიძლია რომ უღრმესი მადლობა არ გითხრათ თქვენი კომენტარებისთვის. აი ვერ წარმოიდგენთ რამხელა სტიმულეია ეს ჩემთვის. აი ელემენტარულ რაღაცას რო გააკეთებ და ეს იღებს დადებითი შეფასებას. თან ეს დადებითი შეფასება არ იყო, ეს იყო რაღაცა საოცარი გულიდან წამოსული სიტყვები და ეს იცით რამხელას ნიშნავს ჩემთვის. ყველაფერს. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ კარგად გელაპარაკოთ და გეჭვრაოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ ჩემთვის. ყველაფერი ხართ, იმიტომ რომ მაგიტო ვაგრძელებ ამ ყველაფერს, რომ თქვენგან მოდის ის პოზიტივი, ის დადებითი და ის სურვილი, რომ მე კიდე გავაგრძელო. მეც აქვე. ხვალამდე.